მამებითა, მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულო თქვენ და სრულიად საქართველო. ამინ. მოგვიახლოვდა დანო და ძმანო დიდმარხვის დასაწყისი. დღეს გახლავთ აი ეს მოსამზადებელი პერიოდი, დრო ყველიერის კვირას, რასაც უწოდებთ და ამავდროულად ჩვენი წმინდა ეკლესია იხსენებს ადამის სამოთხიდან განდევნას. რა თქმა უნდა, ეხლა ეს შემთხვევითი არაფრით არ შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ეკლესია მე როგორც წინა გასულ კვირებში მოგახსენებდით, დიდი ხნით წინ ვიდრე დაიწყება დიდმარხვა, რაღაც გარკვეულ სამზადის იწყებს. გასულ კვირას თუ საშინელი სამსჯავროს შესახებ შეგვახსენა ჩვენ წმინდა ეკლესიამ და საშინელ სამსჯავროზე ვილაპარაკეთ, რომ ეს იქნება აუცილებლად დადგება ეს დრო აუცილებლად, რომ ყველანი აღდგებიან, ვინც დაბადებულა ადამიანის შემდგომ და აცი ვინც დაიბადება მეორედ მოსვლამდე. ეხლა ვიხსენებთ დღეს უცბად ესეთ ამბავს, რომ ადამის სამოთხიდან განდევნა. და მე აი გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ხშირად მაინტერესებდა ეს ამბავი, რომ რა დააშავა განა ადამმა ამისთანა, რომ განდევნილი იქნა სამოთხიდან. აი რაღაცა ხომ მიუძღვის მას დანაშაული, აი რაღაცა არის დანაშაული, რომ მას სამოთხე უნდა დაეტოვებინა, აღარ შეიძლებოდა მისი იქ ყოფნა. და ეს ძალიან საინტერესო ამბავი. ნუ იქ აკრძალული ხის ნაყოფი რომ შეჭამა, ეს ხომ ყველამ ვიცით, რომ მას რაღაცა აკრძალვა მიეცა და ეს აკრძალვა მან არ მიიღო. უბრალოდ ვერ დაითმინა ეს აკრძალვა და აქედან გამომდინარე ადამი იქნა სამოთხიდან განდევნილი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო დეტალურად ამის საკითხების განხილვის საშუალება მოგვეცემა, მე გამოვაცხადე, რომ ყოველკვირეულად შევიკრიბოთ მეთქი დიდმარხვაში. ამიტომ ყველას გეტყვით, რომ წაიკითხეთ დაბადების, ანუ ბიბლიის პირველი წიგნის პირველი თავი, დაბადება შესაქმნის წიგნის პირველი თავი, შეკითხვები, რომლებიც იქ გაგიჩნდებათ, უნდა ჩამოწეროთ აუცილებლად და შემდეგ კვირა დღეს წირვის შემდეგ შევიკრიბებით და გვექნება საშუალება, რომ ვიმსჯელოთ და ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე. მე თქვენთან ერთად კვლავ წავიკითხავ ამ წიგნს, ესე იგი, ესეთი დავალება გექნება. წაიკითხავთ პირველ თავს და შემდეგ კვირას გვექნება ამ პირველი თავის განხილვა. შემდგომ კვირაში წაიკითხავთ მეორე თავს და ესე გვექნება მეორე თავის განხილვა. ასე რომ ეს რაღაცა წინასწარ რომ გეცოდინება ტექსტი, ეს თქვენთვის ძალიან კარგი ამბავი იქნება. მაგრამ ეხლა მოკლედ გეტყვით რა არის მაინც ეს დანაშაული, რატომ გამოვარდა ადამის სამოთხიდან. იმიტომ რომ არის რაღაცა კანონები, რომლებიც ჩვენ მოგვეცემა, რომელსაც აკრძალვითი სახე აქვს, ანუ რაღაცა არა კაცკლა მაგალითად, არა იმრუშო, არა იპარო და ასე შემდეგ, არა ცილის წამო. ეს რაღაცა აკრძალვითია, უარყოფითი ნაწილაკი არათი იწყება და არის კანონები პირიქით, რომ რაღაცა უნდა გააკეთო, ამას გეუბნებიან. ადამს ჰქონდა ესეთი კანონები მიცემული. ეს იყო გასაკეთებელი მისთვის, რომ მას უნდა მოევლო და უნდა ეპატრონა იმ ბაღისთვის, რომელიც მას ჩააბარეს და მას უნდა დაერქმია სახელი ყველა იმ არსებისთვის, რომელიც ღმერთმა შექმნა და რომელიც მის ირგვლივ ტრიალებდა. ეს იყო ცხოველთა სამყარო, მცენარეთა სამყარო და ასე შემდეგ. ადამი გახლავთ უგონიერესი ადამიანი, იმიტომ რომ ის ჭრեց მათ ბუნებას, იმიტომ რომ ნახეთ ძაღლს რომ ძაღლი დაარქვა და ცხენს ცხენი უნდა იცოდე მისი ბუნება, თორე აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ კერძო სახელს დაარქმევ რაღაცას, რომლითაც მოუხმობ მას და ის შენთან მოვა. არა, ბუნების მჭვრეტელია, აბსოლუტურად შემცნობელია, თანაშემოქმედია ღმერთთან ერთად, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ღმერთმა შექმნა, გააჩინა და ადამი ჭრեց. ეს მჭვრეტელობა სწორედ თანაშემოქმედებაა. და ერთადერთი აკრძალვითი კანონი აქვს მას, რომ მან არ უნდა მიიღოს ერთი ხის ნაყოფი, რომელიც აი ამ ადამის ბაღში, ედემის ბაღში უცრავად იმყოფება და ეს არის ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა. თქვენ ნუ წარმოიდგინეთ, რომ ეს რაღაცა როგორც ხატავენ ხოლმე ძირითადად კათოლიკურ სამყაროს ახასიათებს, რომ ვაშლია იქ და ჩამოწყვიტა ვაშლის შეჭამა და თურმე ვაშლის ჭამა ყოფილა დანაშაული. არა, ხე ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა იცით რა გახლავთ? ეს გახლავთ პრეროგატივა უფლისა, რომ შენ თანაშემოქმედი ხარ ჩემთან ერთად, კი შენ თანაღმერთი ხარ ჩემთან ერთად, უფალი ეუბნება ადამიანს. შენ შეგიძლია დაარქვა სახელი, შენ შეგიძლია განჭვრიტო მათი არსება, მაგრამ რა არის ბოროტება და რა არის სიკეთე, ეს არ უნდა დაადგინო შენ. და ადამიანმა მიითვis საღვთაებრივი ეს ბუნება. მან მოინდომა შეჭრილიყო უფლის ფუნქციებში, გამხდარიყო ღმერთი, იმიტომ რომ ეშმაკი სწორედ ესე ასტუნებს. შეჭამ
ღმერთივით გახდებით. და адам აიფიქრა, რომ მარტო იმის პრეროგატივა რატომ უნდა იყოს, რომ მან დაადგინოს რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება. მე ჩემიც და იგივე გავაკეთე. ნუ თქვენი ცით შედეგი როგორ შეძლო მან ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მინდა მაინც გითხრათ, რომ აი რა არის რაღაცა ფუნქციები, რომელსაც ჩვენ ვირთულობთ და არ არის ეს ჩვენი საქმე. არ არის უпростоრად ჩვენთვის, ჩვენ არა ვართ ჯერჯერობით ამისთვის მზად. შეიძლება ადამი მისულიყო ამ მდგომარეობამდე. შეიძლება კი არა მივიდოდა აუცილებლად, იმიტომ რომ ის იზრდებოდა, იმიტომ რომ უგონიერესი ადამიანია, თქვენ როგორ წარმოგედგენიათ, ღმერთი მას პირდაპირ ეუბნება, რომ ეს არის ხე ცნობადისა ბოროტისას, ადამმა რა არ იცოდა ბოროტება, იცოდა რა თქმა უნდა, რახან ეუბნება რომ ხე ბოროტისა, კეთილისა და ცნობადისა, კეთილისა და ბოროტისა, რადგან ეუბნება, ესე იგი იცის, რომ ეუბნება რაჟამსაც შეჭამთ, იმ წამში მოკვდებით. სიკვდილიც იცის რა არის, იმიტომ რომ მე ვერ შემაშინებ ისეთი რაღაცით, რაც არ ვიცი რა არის. რომ მითხრა რომ გაგლახაო, შემეშინდება, იმიტომ რომ ვიცი რაც არის გალახვა. მაგრამ არასოდეს თუ არ გავლახულ ვარ, ვერაფრით ვერ შემაშინებ, იმიტომ რომ ეს გალახვა არ წარმომიდგენია რა არის. მაგრამ როგორც კი მომხვდება, მე უკვე გამოცდილება მაგ და ვიცი და ადამიანს გამოცდილება კი არ ქონდა, მან იცოდა რა იყო სიკვდილი. იმიტომ რომ დაცემული ეშმაკის შესახებაც იცოდა მან. და მაინც მიუხედავად ამისა, მოინდომა სწორედ ის, რომ არავინ იფიქროს, რომ ვაშლი მოწყვიტა და შეჭამა, არამედ მან მოინდომა იმ ფუნქციის მინიჭება საკუთარი თავისთვის, რაც იყო აბსოლუტური პრეროგატივა უფლისა, რომ ცნობადი, კეთილისა და ბოროტისა, ანუ შენ დაარქმევ სახელებს, ცხოველებს, ამას ჭვრეთ, შენ დაარქმევ მცენარებს, ამასაც ჭვრეთ, ესეთი გონიერი ხარ, მაგრამ სიკეთეს და ბოროტებას ღმერთი არქმევს სახელს. ეს არ არის შენი პრეროგატივა. შენ უნდა იცხოვრო ესე და შენი განსასაზღვრე არ არის, ვინ არის ბოროტი და ვინ არის კეთილი. გასაგებია? აი ეს იყო მთელი დიდი პრობლემა, მაგრამ ამასთან ერთად უნდა გავიხსენო კიდე ერთი ამბავი, რომ როდესაც სარგებლობს ბოროტი ძალა და ევასთან მიდის, ევა არის მარტო ამ დროს. და იწყებს მასთან საუბარს პროვოკაციით. პროვოკაციით იცით რატომ, რომ თავარი ადამიანი დიალოგში შეიტყოს. და თუ ამ დიალოგში აყვება, მე ადვილი აი ანკესი პირდაპირ წამოგებულია, შეიძლება ითქვას ამ ანკესი. ეუბნება რომ თქვენ ყველა ხის ნაყოფის ჭამის უფლება აგეგრძალა თუ რაც ედემის ბაღში. ევა მაშინვე გაფიწყდება და იწყებს სიმართლის მტკიცებას. სინამდვილეში ნახეთ როგორი ცილისწამება, ყველა ხის ნაყოფის ჭამის უფლება აქვს ერთის გარდა. და ის პირიქით რო ეკითხება, ევა ესე იგი სიმართლის დასაცავად და ვითომ ღმერთის სიწმინდის დასაცავად ამბობს, არაო. ყველა ხისო კი არა პირიქითო, მხოლოდ ერთი ხის ჭამის უფლება აგვეგრძალაო და ნახეთ კიდევ რას დაამატებს, რომ არც უნდა ვჭამოთო და არც უნდა მივეკაროთო ამ ხესო. და წმინდა მამები ესეთ რამეს გადმოგცემენ, რომ გველმაო თითქოს რაღაც უჯიკაო და აი ამ ხესო შეეხო ევა. და უთხრაო რომ აიო ნახეო შეხებითო ხო არაფერი არ მოგივიდაო, არც ჭამით არაფერი არ მოგივა. და ნახავ ევამ რომ შვენიერი იყო სანახავად, გემრიელი იყო საჭმელად და რაც მთავარია, აკმაყოფილებდა მის ცნობის მოყარეობას, რომ რა იყო ეს საინტერესო. ასე რომ ეს არის ძალიან დიდი სამი საცთური ადამიანისთვის. რომ ერთი მშვენიერია სანახავად, მეორე გემრიელია საჭმელად და მესამე შენს ცნობის მოყარეობას ასე თუ ისე ავსებს. როგორ ვნებს ამაზე არ ვლაპარაკობთ, ავსებს და ეს გიხარია ადამიანს. ამიტომ მე მინდა გირჩიოთ, რატომ ვლაპარაკობ ამას ყველაფერს, იცით უფრო ვისაც სურვილი ექნება დაწვრილებით ამის განხილვის საშუალება შემდეგ პირას მოგვეცემა, მაგრამ იმიტომ რომ ეს ბიბლია უნდა წავიკითხოთ. მე ვეცდები ყოველ შემთხვევაში თქვენთან ერთად წავიკითხოთ და იმედი მაქვს რომ ამისი დრო გვექნება. მაგრამ რატომ მარხვის დასაწყისში? იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ. მიახლოებით რაღაცა მაინც გრძნობდეთ იმას, რომ რა იყო მათი დანაშაული, რა შეეშალათ მათ ღვთის წინაშე, რაში აღმოჩნდნენ ისინი ესეთი დამნაშავეები, რომ მათ დაატოვებიეს 60, აღმოჩნდნენ 60-ის გარეთ და მთელი მათი შთამომავლობა თითოეული ჩვენგანი აბსოლუტურად ყველა მამაკაცი ატარებს ადამს და ყველა დედაკაცი ატარებს ევას თავის თავში, იმიტომ რომ აი, როდესაც თქვენი საქციელი განსაზღვრეთ, როდესაც რაღაცა გეშლებათ, იცოდეთ რომ ეს იმ დიდი შეცდომის ფასია, რომ ჩვენ ამ უფრო ძალა აღარ აქვს, იმიტომ რომ დაცემული ბუნებით ვიბადებით.
და ამას გამართლება კი არ აქვს, ეს იმის საფუძველი კი არ არის, რომ ყველაფერში ადამი და ევა დავადანაშაულოთ. უბრალოდ ჩვენ დაცემულ ბუნებაში ვართ და უნდა იცოდეთ, რომ რაღაცა ძალები არ ყოფნის, რაღაცებს მოვერ. არ ვართ ისე სრულყოფილნი, როგორც ადამი იყო. ამიტომ ადამიანის განკითხვისთვის კი არ ვლაპარაკობ ის, რომ მას შეეშალა. არამედ ვლაპარაკობ იმისთვის, რომ თუ მას ასეთ სრულყოფილ არსებას შეეშალა, მით უმეტეს შეგვეშლება ჩვენ. და არავინ არ დააჯეროს საკუთარი თავი, რომ უცდომელია. არავინ არ დააჯეროს საკუთარი თავი, რომ არაფერი არ ეშლება, ამიტომაც დღევანდელ დღეს ქვია მიტევების კვირა და ძალიან ხშირად გაუგებარია, რატომ ვთხოვთ ერთმანეთს ჩვენ შენდობას და მიტევებას. სწორედ ამიტომ, რომ ჩვენ და უნებურად ხანდახან ვერც კი ვხვდებით ამას, ისე ვაწყენინებთ ერთმანეთს, ისე ვაწყენინებთ საზოგადოებას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცასთან ეხლა აქ მდგომთან არანაირი შეხება არ მქონია მთელი წლის განმავლობაში და გაუკვირდეს, ზაგიწყენინებია ჩემთვის. იცი რა, ჩემს მეზობელს რომ ვაწყენინე, აქ შენც იგულისხმებ, იმიტომ რომ აბსოლუტურად მოყვასი უნდა იყოს შენთვის ყველა. აბსოლუტურად ქრისტეს მჭვრეტელი უნდა იყოს ყველაში, როგორც გასული კვირის სახარებაში, რომ რაც გაუკეთეთ ერთ მცირეთაგანს მე გამიკეთეთ, იმიტომ რომ ქრისტე ამას ხედავს, ესე უნდა ხედავდე შენ, რომ ქრისტეს უნდა ხედავდე ყველა ადამიანში. აი ესეთ მოძღვრებას გთავაზობს. აქედან გამომდინარე, ნანო და ძმანო, შენდობის ეს სახეობა, რომელსაც მე გეტყვით ეხლა, რომ შემინდეთ და მაბადეთ, ძალიან ადვილია. მე უნდა შემოგთავაზოთ რთული. მართლა ვისაც აწყენინე, მოდით და იმასთან მიდით და დღეს თხოვეთ შენდობა. აი, ვინც ძალიან გააბრაზეთ, ვინც თქვენზე ნაწყენია, ვინც თქვენ არ გელაპარაკებათ, მე რა შეიძლება არც მოგცეთ შენდობა. თქვენი გააკეთეთ. ძნელი საქმე აღასრულეთ, თორე ხა ერთი წელიწადია რო არ მინახი ხარ. იცი რა ადვილია ხა შემინდე რაც რაღაცას გეტყვი და შენ წყვეტვე და მე ის გეტყვის კიდე შემინდე და ასე დავიფშიდობებით ერთმანეთს. ეს ამას არაფერი არ ჭირდება გარდა გაღიმებული სახისა, მაგრამ აი იქ ვინც ნამდვილად ნაწყენია შენზე, ან შენ ხარ პირიქით მასზე ნაწყენი და გულიდან ვერ ამოგაქვს რაღაცა ის ბალღამი რომ როგორ მან რომ ესე თქვა ჩემზე და ან გააკეთა ჩემზე. აი ესეთ ადამიანთან მიდით და ეს იქნება თქვენი ნამდვილი მზაობა მარხვისათვის. ამით შეამოწმეთ თქვენი თავი, შეგიძლიათ თუ არა მარხვა. იმიტომ რომ მარხვა არ არის მენიუს შეცვლა. რაღაცა პროდუქტები, ხორთ პროდუქტებს ამოიღებ საკვებიდან და მწვანელეულზე გადახარ, ეს არ არის მხოლოდ მარხვა. ეს ერთ-ერთი რაღაცა საფეხურია იმისა, რომ ესეც უნდა მარხულობდეს ადამიანი. მაგრამ მარხვა სულიერია და სულიერი მარხვა სწორედ ამისთვის გამზადებს. შენდობა იმ ადამიანისგან, ვისთანაც არ ლაპარაკობ, ვისთანაც გული არ მიგიწევს, ვისთანაც აი დაბოღმილი ხარ და ეს ბოღმა ვერ მოგიშორებია გულისგან. აი ესეთ ადამიანს უნდა თხოვო შენდობა. თუ გინდა რომ გამოსცადო საკუთარი თავი, რომ როგორ ემზადები აი ამ მარხვისათვის. ღმერთმა მოგცეთ ყველა ძალა, დანო და ძმანო. მე უნდა შეგახსენოთ რამდენიმე საკითხი ამ დიდ მარხვისა. ერთი ის, რომ პირად ლოცვებში მე გთხოვთ ძალიან რომ გაძლიერდეთ ამ პირად ლოცვებში. ეხლა აქ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დილის და საღამოს ლოცვები, ფსალმუნებიდან თითო კანონი ყველამ უნდა იკითხოთ აუცილებლად მთელი მარხვის განმავლობაში. ეფრემ ასურის ლოცვები, რომელიც პარასკევ დილით რომ წაიკითხება, განახლდება კვირას საღამოს. დანარჩენი აბსოლუტურად ყოველდღე იკითხება. კიდევ ერთხელ გაგიმეორებ, პარასკევ დილით წაიკითხავთ და განაახლებთ კვირას საღამოს. იქამდე ეფრემ ასური აღარ იკითხება. წმინდა წერილი აუცილებლად, გარდა იმისა, რომ დავალებად გეძლევათ, რომ ის პირველი თავი ყველამ კარგად წაიკითხოთ და შეკითხვები გქონდეთ მომზადებული შემდეგი კვირისთვის ჩვენ შეხვედრას რო ვაპირებთ, გარდა ამისა, უნდა იკითხოთ ახალი აღთქმა და ის პირველი თავი დახუროთ და დავალებაში ასრულოთ, რაღაცა არ იფიქროთ, რომ მე აქ ნიშნებს დავწერ მე. ამისთვის არა. იქნებ ინტერესში ჩავარ და მეორე თავიც მიაყოლო იმ პირველ თავს. ამიტომ წმინდა წერილთან ხშირი ურთიერთობა. იცით რაღაც ეს თქვენ ძალიან წაგადგებათ იმ სერიალების ყურებას და რაღაცა გამოდმებულად და ეს მაინც გამოვიყენოთ ეს დრო და ეს ჟამი იმისთვის, რომ რაღაცნაირად უფრო მეტი ვიტვირთოთ ჩვენს თავზე. ხშირი შეკითხვა იმისა, რატომ არ ეშველა ჩვენს ქვეყანას, სწორედ ამიტომ არ ეშველა, რომ საზოგადოება ვერ გამოდის ამ მდგომარეობიდან. იმიტომ რომ კუჭად კარგავს დროს, არ შრომობს ჩვენი საზოგადოება, შრომა არ უყვარს, არც საკუთარ თავთან და არც ფიზიკური შრომა, არაფერი არ უყვარს, იმიტომ რომ მარტივი გზებით ურჩევნია, იმიტომ რომ დროის გაყვანა ურჩევნია თქვა ტელევიზორთან, ვიდრე იმასთან რაღაცა წაიკითხოს და შემეცნებითი იყოს მისთვის ის ცხოვრება და ის 1 საათი თუნდაც, რომელიც თავისუფალი მას აღმოაჩნდა, აუცილებლად მიუჯდება ტელევიზორს და ან რაღაცა კომპიუტერს და ან რაღაცა სხვა გასართობს. ამითი გააკონტროლეთ თქვენი თავი და ამითი იმარხულეთ სწორედ. ეს იყოს თქვენთვის მარხვა, იმიტომ რომ
მრევლში რამდენიმე ადამიანი მყავს, ეხა იმას რო ვთქვა, რომ იცი ხორცი არ უნდა ჭამომეთქი, სიცილით მოკვდება, ცხოვრებაში არ უჭამია ხორცი. ვეგეტარიანელი ახლა რანაირად უნდა ესე უნდა იმარხულოს. ეს უნდა იყოს მისთვის, უნდა მარხულობდეს შენი თვალი იმით, რომ არ უცხერდეს რაღაცა სანახაობას დღედაღამ, შენი ყური უნდა მარხულობდეს იმით, რომ არ ისმენდე რაღაცა უბედურებას დღედაღამ და წმინდა წერილთან და მასთან ურთიერთობაში უნდა შენი ფეხი უნდა მარხულობდეს, რომ არ მიდიოდე ისეთ შეხვედრებზე, სადაც იცი რომ ყველაფერი იმის წინააღმდეგაა რა, რისი ცხოვრებას აპირებ შენ, ანუ მარხვას აპირებ და ხელი შენი არ უნდა აკეთებდეს იმ ანუ აქ არის რომ მთელი შენი სული და სხეული მარხულობს და ეს ჩართულია ყველაფერი აბსოლუტურად. და არა მარტო ის რომ აქ შაბათ-კვირას გავამეცხადებით დიდი იმითი რა ქვია სიით და იწყებთ ახსარებას ასე რომ მეზობელს ვეჭხუბე, იმიტომ რომ თურმე ის მეზობელი ძალიან ცუდი კაცია. თქვენ რა შუაში ხართ? ხო და აი ეს გააცნობიერეთ, ძალიან გთხოვთ, აი ყურადღებით იყავით, გაფაციცებული იყავით, რომ რაღაცნაირად ახსარება თქვენი არ დაემსგავსოს თავის მართლებას. ახსარება ესე უნდა თქვათ ის სიტყვა, რომელიც არის ცოდვა, მაგალითად ის რომ იჩხუბე. და არა ის რომ მეზობელია ცუდი კაცი. იმიტომ რომ როგორც კი ამის განმარტებას იწყებ, მაშინვე აღმოჩნდები საკუთარი თავის გამართლების პოზიციაში. იმიტომ ვიჩხუბე და ამიტომ ვიჩხუბე არა. ან რაღაცა რომ ჩაიდინე, ახლა იმიტომ რომ არ მყოფნი და ეშმაკი დამაჟდა მხარზე, ესე იგი ხანდახან შეგაწოდებენ ამ ეშმაკს ისეთ დღეში ჩააყენებენ, რომ აი იმის ბრალია ყველაფერი. და როგორ შენ თავისუფალინება არა გაქვს? უარს მე რომ მეუბნები, იმას რატო არ ეუბნები? ესე იგი შეგიძლია უარის თქმა, რახან მე მეუბნები რაღაცაზე უარს. ამიტომ გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი დანუდაცმანო. მე აქ იმისთვის არ ვარ რომ რაღაცა საყვედურები თქვა, რაღაც მე მინდა რომ თქვენ ეს ისწავლოთ. მე მინდა რომ ეკლესიური ცხოვრება ჩვენი ცხოვრების წესი იყოს და არა რაღაცა მოდა, რომელსაც აყოლილები ვარ და ამიტომ და ეს უნდა იყოს ცხოვრების წესი, იმიტომ რომ ჩვენ ეს ეკლესია გვამზადებს იმ ეკლესიისთვის, ზეციური ეკლესიისთვის და იცით რა, ეხლაც ხომ ესეა. იმ ქვეყნის პასპორტი გაქვს, რომლის მოქალაქეც ხარ და ვერ მიიღებ იმის პასპორტს, იმ ზეციური ეკლესიის პასპორტს ვერ მიიღებ, თუ არ დაიმსახურე ეს ხო უნდა დაიმსახურო. უნდა დაიბადო ამ ქვეყანაში, გაიზარდო და უნდა იყო პატიოსანი კაცი, რომ მოქალაქე გახდე და არ გაგაძეონ ქვეყნიდან. ხო მართალია? ესეა სწორედ რომ ეს უნდა დაიმსახურო. და უწმინდესმა თქვა წინა კვირას ხოთაშორის რომ რაღაცა ჩვენო ვემზადებით სიკვდილისთვის კი არა. სიკვდილისთვის არ ვემზადებ, ჩვენ ვემზადებით მარადიული სიცოცხლისთვის. და ეს მარადიული სიცოცხლეა სწორედ რომელსაც ჩვენ ეკლესია გვასწავლის და ეკლესია გვაძლევს და ამიტომ დანუდაცმანო ეს ყველაფერი გაითვალისწინეთ. მე მინდა რომ თქვენთვის ეს იყოს მარხვა საკუთარი თავის აღმოჩენისა, საკუთარი სულის პოვნისა, რა მდგომარეობაში ვიმყოფებით, სადა ვართ, რა გვაქვს საახსარებო, რა არა გვაქვს, როგორ უნდა მოვიკვეთოთ რაღაცა მავნეჩვევა და როგორ უნდა გავძლიერდეთ კეთილ საქმეებში. ასე რომ ყველას ძალიან გთხოვთ მობილიზებული იყავით ამ მარხვაში, რომ მარხვა სინანულისა და აღდგომა სიხარულისა გაგვიტენოს უფალმა. ამინ.